მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ხელისუფლება ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემიგრანტებს საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს. ცვლილების მიზეზი პაპუაშვილმა ამგვარად განმარტა. ის აცხადებს, რომ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ ემიგრანტებზე ზეწოლას ეწევიან. რომ ესეც მოდის აქედან. აი ამ დაკვეთიდან მოდის, ვინაიდან ჩვენ ხედავთ უფრო მზარდ ინტერესს ქართული არჩევნების მიმართ და რა თქმა უნდა, მათ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მათ მიაჩნიათ ასე ვთქვათ იმ ადამიანებად, რომელზე ზემოქმედებითაც იქნება და როგორმე შეძლონ და საქართველოში მოიყვანონ უცხო ქვეყნების თუ ძალების მარიონეტები. ასე რომ კიდე ერთხელ ფაქტია, რომ საზღვარგარეთ ხდებოდა ზეწოლა ჩვენ საომრჩევლებზე, ხდებოდა მათ შორის უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ერთი, მეორე საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით ხდებოდა შავისიების შედგენა, იგივე ანუ თვითონ ემიგრაციაში თავის თანამემამულეების ჩაშვებაზე წავიდა ხალხი, ადგენდა შავსიებს იმისთვის, რომ საარჩევნო შედეგზე გავლენა მოეხდინა. და ამ ყველაფერზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტის ზემოქმედების. ჩვენ ვერ ვენდობით ვერც გერმანიის ხელისუფლებას, ვერც ესტონეთის და ვერც ვერავის ხელისუფლებას. მით უმეტეს, როცა ვხედავთ მტრულ ნაბიჯებს ზოგიერთი ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ. ასე რომ არათუ ვერ ვენდობით, ჩვენ ძლიერი ეჭვი გვაქვს, რომ გერმანიის ხელისუფლება, მაგალითად, როგორც ეს მიხაილ როთმა გააკეთა, შემდეგ ჯერზეც ასე მოიქცევიან ზოგიერთი წარმომადგენლები და შეეცდებიან ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლას იმისთვის, რომ მიიღონ ის შედეგი, რომელიც ზოგიერთ სურს. ემიგრანტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დიქტატურის გამოვლენებად და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის წართმევად აფასებენ. როგორც ისინი ამბობენ, ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერთმევათ, რადგან ემიგრანტების დიდ ნაწილს ან დოკუმენტები არა აქვს წესრიგში, ან ფიზიკურად დრო და ფინანსები არ უწყობს ხელს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. პირველ რიგში ძალიან გაუბრაზდი და აი აღშფოთება ვერ დავბალი და აი არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ეს ბრაზი, როდესაც ხარ ესე ბოშორები ჩვენი ქვეყნიდან და თანამოაზრეს ეძებ, პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, ეს არის სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები და რაღაცა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს გავაკეთე, მაგრამ აი მიუხედავად რომ არსებობენ თანამოაზრები და ამან ცალსახად უცხოეთში ვინც ვართ ქართველები ემიგრირებული ჩვენზე ანტიევროპული და ანტიამერიკული პროპაგანდა არ მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ღირებულებები და ფასეულებები აქვს და დადებითი მხარეები თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უბნებში უცხოეთში აბსოლუტურად ყველგან ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები. ჩემი სამომავლო შეფასება არის ის, რომ აუცილებლად ჩამოვა არჩევნებზეც და ასეთი ვარ ძალიან ბევრი, მადლობა ღმერთს. თუმცა გული შეგვტყვა იმ ქართველებს, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ ფიზიკურად იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მათი ესე ვთქვათ ლეგალური ყოფნა საზღვარგარეთ არ არის დაშვებული, თუმცა ესეც მალე დადგება და ერთი ფიქრი არის ხალხში დადის ესე მოარული რაღაცა აზრივით, რომ მოდი მართლა ეს 1,5 მილიონი ქართველი ერთვა ადგენთ და ჩავიდეთ. არა მარტო საარჩევნო, არამედ აი ეხლა უკვე საპროტესტო აქციებისთვის, აი რა მოხდება ქვეყანაში, ხო წარმოუდგენიათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით მხოლოდ რაღაც იდეად რჩება, მაგრამ იმედი მაქვს განხორციელდება და მოლოდინი მაქვს რა, აუცილებლად ეს რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი, რაც ცალსახად დიქტატორული, როდესაც საკუთარ ხმის უფლებას გართმევენ, მეტი რაღა გინდა რო ქნა, აი რა უნდა გაგიკეთონ ამაზე მეტი არ ვიცი კიდე. ხო, მაინც და მაინც საყოველეში ხარ ჩამოვლენ, ან დამხრეტენ, ხო, ან გადაგვასახლებენ, სადა ისეაც გადასახლები ხავს. შესაბამისად ღირსება შელახული ხალხი ვართ ემიგრანტები და ამაზე ხმას თუ არ ამოიღებს არავინ და ამაზეც თუ ინერტულად რა რას ვიზამთ, ვერაფერს ვერ ვჭდით, ამ აზრზე დავრჩებით, არ მგონია ქვეყანას კარგი რამე დაემართოს, ცალსახად ძალიან ცუდი არასწორი გზისკენ მიდის ქვეყანა მოკეთა. გურიაში მცხოვრები პოლიტიკოსი კახა ასკურავა ამბობს, რომ ცვლილების მიზეზი მხოლოდ ემიგრანტების არჩევანის მიმართ შიში არ არის. მისი აზრით, ქართულ ოცნებას ეშინია ევროპული მენტალობის მქონე ემიგრანტების, რომლებსაც საკუთარი სამშობლოსთვის ევროპული მომავალი სურთ. თითქოს მარტივდება ეს საკითხი და დაყავთ მხოლოდ იქამდე რომ ქართული ოცნება აგებს არჩევნებს საზღვარგარეთის უბნებზე.
მე ასე ცალმხრივად და მარტივად ამ საკითხს არ ვუყურებ. ისინი არჩევნებს საზღვარგარეთ 2012 წლის მერე აკებენ. უბრალოდ ეს რიცხვი ნელა უფრო და უფრო მეტად მატულობს, ანუ წაკების ხარისხი უფრო და უფრო მეტად მატულობს, მაგრამ მე მხოლოდ ამ კუთხით არ ვუყურებ. ისინი მენტალურადაც ებრძვიან ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ქართველი, რომელიც 10 წელიწადია გავიდა საქართველოსთან, ზოგი უფრო მეტი, კიდე მენტალურადაც გახდა ევროპელი. ისინი, როგორც ქართული ოცნებისთვის ხო ყველაფერი ის ღირებულებები, რომლებიც იქედან მოდის, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჯერ პირველი 1300 რაღაცებს საუბრობენ ევროპულ ცივილიზაციაზე და ევროპულ კულტურაზე, მაგრამ ეს ხალხიც ნელ-ნელა მათთვის მენტალურად მიუღებელნი და ესე ვთქვათ, ისინი იმ ხალხს უკვე სხვა საშიშროებით უყურებენ. მათი ინტეგრაცია საქართველოში იწვევს იმას, რომ ის ქართველიც, მისი ოჯახის წევრიც, მისი ნათესავიც სხვანაირად ფიქრდება იმ ღირებულებებზე, რაც მათ შემოაქვთ საქართველოში. იქ რუსეთი მეგობარი ვერასოდეს ვერ გახდება, იქ ქურდული სამყარო ვერასოდეს ვერ იქნება, ესე ვთქვათ, სენიჩი, რაზეც ესენი აქ დგანან. ანუ ხვდებით ხო ის თქმაც მინდა, გარდა რომ არჩევნებს აგებენ ისინი, მუდმივად საზღვარგარეთ ამ დროს იქ უკვე 10 წლის იქ ბავშვებიც დაიბადნენ, ხო? ისინი აბსოლუტურად ევროპული თაობა იქნებიან. იმათმა უკვე იციან სხვადასხვა ენები. ისინი უკვე ქართული ოცნებისთვის, ანუ იგივე რუსული ოცნებისთვის მენტალურადაც მიუღებები ხდებიან. გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ამდენ ქართველს, რომელიც პირდაპირ არის საქართველოსთან წასული შრომის უნარიანი ნაწილი და იქედან კიდე იმდენ თანხას მიცხოვენ, ერთი წამი წარმოიდგინოს ქართულმა ოცნებამ, ერთი წამი წარმოიდგინოს და ჩვენს ყველას ყავს ემიგრანტი, ხო? ზოგს ოჯახის წევრი, ზოგს დეიდა, ზოგს მამიდა, ზოგს ბიძია, არნიშნულობა ბიძაშვილი. ერთი წამი წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხმა ყველამ ერთ დღეს შეწყვიტა გადმორიცხვები. ამერიკიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, სადაც არის ერთადი ნაწილი წასული. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება საქართველოში? აი ამაზე დაფიქრდეს ირაკლი კობახიძე და ამაზე დაფიქრდეს ის ქართული ოცნების სამარცხინო სპიკერები, რომლებიც ამას აკრავენ. საინტერესოა ბოლო საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%, დიდ ბრიტანეთში 11.5%, გერმანიაში 5.3%, საბერძნეთში 22.2%, საფრანგეთში 10.7%. ქართულ ოცნებას მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების ინიციატივის საკომიტეტო განხილვები იწყება. კანონმდებლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. აღნიშნული ძალაში 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსტიტუციური დარღვევით ტერმინი სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო, რაც ქვეყნის ღალატი იყო. დაანონსებული ცვლილებები კითხვებს აჩენს ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში რა გააკეთა თავად რუსულმა ოცნებამ და რუსულმა ოცნებამ გააკეთა ის, რომ მტერს უხდის ბოდიშს, საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს ლამობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიული დანაწევრებისთვის და რეალურად ჩემი ანალიზით ემზადება უდიდესი ღალატისთვის იმისთვის, რომ საბოლოოდ მტერს ჩააბაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ რისკებს, ვჯელობთ ამ კონკრეტულ საკითხზე და რა თქმა უნდა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ ადმინისტრაციას შეუცვლით სახელს, იმ ფორმით რა სახელითაც არის, მაგალითად დღეს წარმოდგენილი და მაგალითად დავარქმევდით სამაჩაბლოს, ვინაიდან დღეს დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ამას აქვს განსაკუთრებით სიმბოლური მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც
დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს თუნდაც ჩორჩანის ტერიტორიაზე. კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა თავისი რეზოლუციების ხელმოწერით ოკუპანტს რო განეხორციელებინა ოკუპაცია და 2006 წელს ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და უკაცრავად გააправეს ეს სეპარატისტული რეჟიმი, შემდეგ აღუდგინეს სისაზღვრები, რომელიც გაუქმებული იყო ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ და ამ საზღვრების მიხედვით ხდება დღეს ჩვენთვის უმტკივნეულესი პროცესი, რასაც ქვია ბორდერიზაცია. ხომ შესაბამისად ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი მათ შექმნეს და ეს არ არის კონსტიტუციური და საერთოდ ესეთი ფრაზა და სიტყვა სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს ასე ვთქვათ კანონმდებლობაში, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივ ცხინვალის რეგიონი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი აქტიურ ფაზაში გრძელდება. ბიუჯეტის კანონპროექტი 47.407.000 ლარით არის განსაზღვრული. დღეს ბიუჯეტის კანონპროექტზე სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია მიმსჯელა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ აღნიშნა, მათი შენიშვნები ეხება ძირითადად ხიდებს და ბეტონის გზებს, რომლებიც სოფლებში იგება. ძირითადი აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, შიდა გზების და სტიქიის შედეგად დაზარალებული ხიდებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ჩვენ შენიშვნები გვექნება დაკავშირებული გაზრდასთან, რომ ბეტონის გზები, უფრო შიდა გზების მოწესრიგებაზე თანხები იყოს გათვალისწინებული და შიდა გზები უფრო მოწესრიგდეს. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილიც ბიუჯეტის კანონპროექტის შეფასებისას ინფრასტრუქტურის ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ 47 მილიონიან ბიუჯეტში ინფრასტრუქტურას 7 მილიონი ეთმობა. ბიუჯეტი 47.407.000 ლარით განისაზღვრება. გაზრდილია 4 მილიონზე მეტით 2025 წლის სასტარტო ბიუჯეტთან, ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით. დამატებით კიდე ძალიან ბევრი პრიორიტეტია, დამატებით შეგვიძლია გითხრათ, თითქმის ყველა პრიორიტეტია, რომელიც გაზრდილია. არის ცალკეული პრიორიტეტები, რომელშიც შენიშვნები გვაქვს, მაგალითად ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს გარკვეული რიგის შენიშვნები, გარკვეული ხარვეზების გასასწორებლად არა მარტო რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში, არამედ აღწერილობით ნაწილში და ასე შემდეგ. რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, შენიშვნების სახით დაუბრუნდება მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენს მიერ წარმოდგენილი შენიშვნებით დაუბრუნდება ეს ბიუჯეტი და შემდეგ უკვე ახალი შემოსული იმედია რომ დაკორექტირდება შესაბამისად სათანადოდ და შემოსულ ბიუჯეტზე უკვე მერე ვიმსჯელებთ. საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს საკრებულოში უმცირესობის წარმომადგენელს ლელოდან ლავრენტი ქვილორიას, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. თუმცა აქვე ამბობს, რომ პირადად ის ახალ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ინფრასტრუქტურის პროექტებზე ჩაშლილად ინფრასტრუქტურის სამსახურთან გავდივარ კონტაქტს ბატონ თემურისთან, ვგებულობ, მაგრამ ბიუჯეტის დამტკიცებას მგონი მხარს არ დაუჭერს. რა შენიშვნები გაქვთ? დაახლოებით გზები, ძირითადად სოფლის მიმართულებით წყლების ინფრასტრუქტურა. ძირითადად სოფლებია, რომელიც ფაქტურად შრომის გზების მიმართულება, წყლის პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა და უშუალოდ შრომის მაგალითზე გეტყვით მარტო. თანხების სიმწირეა, რითაც ეს პროექტები ძალიან ძვირიჟდება წყალით, ისიც მაგრამ მოძიებული უნდა იყოს მართველი გუნდისა. ბიუჯეტი იზრდება ყოველ წელიწადს, რითაც ამაყობენ და ფაქტიურად უნდა დაფინანსდეს პროექტები. 2026 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შენიშვნებით 25 ნოემბერს დაუბრუნდება. 10 დეკემბერს კი კვლავ საკრებულოში შემოვა დაკორექტირებული სახით. განზრახ მკვლელობის შემთხვევა გახსნა პოლიციამ. საუბარია 2019 წლის 23 იუნის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე. გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრებმა პირმა მოქალაქის სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, რადგან ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც იხდის სასჯელს. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად წარსულში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს. კერძოდ 2019 წლის 23 ივნის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში 1932 წელს დაბადებულ მკ-ს მკვლელობის ფაქტი.
საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებული გფ განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად გაუსწორდა მკ-ს თავისა და სახის არეში ბლაგვის საგნის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რამაც სხვერპლის სიკვდილი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ ქვეპუნქტით გფ-ს წარედგინა ბრალდება, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების ერთობლივი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი „იფიგენიაავლისში“, რომელმაც ანშლაგი ჩაიარა. სპექტაკლი 25 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. თელავში თეატრალური ფესტივალის მაჩაბელას შემოდგომას ფარგლებში, ასევე გორში და ქუთაისში. წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები და სხვა მოწვეული სტუმრები. ძალიან მისიამოვნე და ძალიან მომეწონა. ყველაზე შთამბეჭდავი რაც იყო, ეს იყო შესრულების უმაღლესი დონე. რეჟისურა ფანტასტიკური და თავად მსახიობების შესრულება იყო უმაღლეს დონეზე, მოლოდის გადააჭერბა მაჟრიალებდა ტანში ემოციებისგან. საგასტროლო ტურნე დაიწყო დღეს. რაც ძალიან მისასალმებელი ინიციატივა არის. ორი საუკეთესო თეატრის გაერთიანებით შექმნილი საუკეთესო დადგმა ვნახეთ. არ ვიცი, ახტოვანებას ვერ ვალავ და ემოციები ზღვა იყო. სასწაული. კარგად იყო გადმოცემული ტრაგედიის შინაარსი. გამახსენდა ახალგაზრდობა, ოდესღაც მე საგამევლოს თამაშობდი პანდომიმის თეატრში, მხოლოდ დურციტყო იყო ჩვენი გამოსვლა. და ულოცავ დღევანდელ სპექტაკლს დასის წევრებს და უსურვებ შემოქმედებით წარმატებებს. აი რაც დღეს ვიხილეთ, პირველივე სპექტაკლი ილიასის და ეს სპექტაკლიც ჩანს თუ რამდენად მაღლა სამსახიობო ხელოვნება ოზურგეთის თეატრში. ჩანს მსახიობ და ინდივიდუალობა, როლის გადაწყვეტის საინტერესო მიდგომა და აგრეთვე ბევრი ნიუანსი, რომლებიც პლასტიკა, სამსახიობო პლასტიკა, რაც საყურადღებოა და მნიშვნელოვანი სპექტაკლის მსვლელობისთვის. მე მინდა ვუსურო თეატრს წარმატებები, ბევრი მსახიობია ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ბევრი ჩემი მეგობარია და მიხარია რომ მათ შეძლეს თბილისელი მაყურებლის გახარება და ის მხურველი აპლოდისმენტები რაც ისმოდა დარბაზში ნამდვილად დამსახურებულად მიიღეს.
დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.